ისიც გამახსენდა, რომ ზოგი ჭირი მარგებელიაო. აქ 6 მასპინძლის მაგივრად გვარო ყოლოდა, შეიძლება სულთვას ვერ მოგეხებია ამ დარებაში. ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის თამასა მოისურვა ჩვენმა პოლიტიკურმა ექცეულმა, როდესაც მან ადრე გაცხადებული სურვილები ბევრად უფრო გააფართოვა და მივესალმები მათ მხნეობას საარჩევნო გარემოს ნაცვლად საარსებო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლის მზაობის. თავად საარჩევნო გარემოც იმიტომ იყო თავიდან შერჩეული, რომ საარსებო გარემო გაემორჩებინათ, მაგრამ ცხადია, რომ ცალ-ცალკე თითოეული კომპონენტი საარსებო გარემოსი ვერ იქნებოდა მიღწეული იმ სტანდარტებით, რასაც დემოკრატიული ხედვა ჰქვია და სრულიად მართლებულია ჩემის აზრით სურვილი ამ პოლიტიკური ძალების, რომ ეს იქცეს საერთო სახალხო მოძრაობა, რადგან უნდა მივეჭრიოთ უკვე კარგახანია, რომ საკუთარი თავი თავადვე ვეყუდროდეს და არ ვიყოთ მუდმივად მომღოდინეთა როლში, იქნება ეს პატრონი ვინმე ღვთისგანმოვლელი ჩვენ ქვეყანაში, თუ ჩვენს მიერვე აკვიატებული რომელიმე სხვა ქვეყნია. ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ამ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოებისაც. თითოეულმა წევრმა ჩვენთაგანი უნდა ჩვენთაგანმა იფიქროს, რა შემიძლია შეუმატოთ დღეს საერთო სახალხო მოძრაობას სწორედ თავისუფალი არჩევნებისას. პრაქტიკულად აქ ყოფნი და დარწმუნებული ვარ, ბევრი ათეულობით ათასი კიდევ სწორედ ამ ფიქრშია და არის მზად, რომ დაელოდოს და შექმნას მოლოდინი იმ დროის, როდესაც მას ხელთ ეტყობა საარჩევნო ბიულეტენი. ჩემ აზრს არ შემოგვეღებათ აბრაამ ლინკოლნის ნათქვამია, რომ საარჩევნო ბიულეტენი ტყვიაზე უფრო ძლიერია. ეს კარგად აქვს გაცნობიერებული ჩვენს ამერიკაში განათლება მიღებულ ხელისუფლებას და სწორედ ამიტომ უფრთხია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, სწორედ ამიტომ აბუჩადიგებენ ზოგადად საარსებო გარემოს და ყოველდღიურად ამძიმებენ სიტუაციას, რომ საკუთარი უმეცრებით გადაფარო თემები და სულ უფრო ახალი ტკივილი მიაყენონ საზოგადოებას. ჯერ იმისგან არ მოსულა ხალხი გონს, თუ გამოერეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და რატომ მოხდა ასე ფურდულად, როგორც დამნაშავე თანამზრახველთა გადაწყვეტილების სახით მიღებული კანონი გახდა და რატომ არ შეიძლება ყოფილიყო იგივე მიღებული სულ რამოდენიმე დღეში და არ გამხდარიყო ეს თემა ძალიან დიდი ალბათობით ერთაშორის შუღლის ჩამოგდებისას. ახლა დავინახეთ, რომ თურმე აგენტები ყოლია უცხო ქვეყნის და პროფესიები შემოაყოლდა. ბიზნესმენები აღიარეს ჯაშუშებად, მეცნიერები აღიარეს
ექიმებს აპატიმრებენ გუნდ-გუნდად. გახსოვთ, რომ 6 სამხედრო მფრინავია თურმე ჯაშუში. საბავშვო ბაღის გამგეცაც ვიდრე 1-8 მოხიბავენ, არავის არაფერს ეუბნებიან. ამ ფოტოკორესპონდენტებმა რა გადაიღეს ამისთანა, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. მაშინ ის, ვინც მათ ფოტოზეა აღსახული, უთქო არა სახელმწიფო დამნაშავეა, მაგრამ როგორც შეიძლება რაიმე ფოტო იყოს თავისთავად ქვეყნის დამამხობელი საფუძველი. ამიტომ თითოეული ჩვენგანი, როცა დაიაზრებს იმას, თუ რა შეუძლია შესთავაზოს საზოგადოებას და როგორ შეიძლება ამ ქვეყნად უფრო უკეთესი ცხოვრებისთვის საკუთარი თავის შენატანი ხდება, აი მაშინ იქნება წარმატების რეალური ხაზი მიღწევა. მოდით ყველამ ერთად ვიგულოთ საკუთარი თავი 1 მილიონიდან იმ ძალის, რომლის შეკრებისთვისაც ეს აქ ყველანი მოვიდა. დიდი მადლობა. ახლა კი ვინაიდან დემოკრატიის განვითარებაზე გვაქვს საუბარი, მინდა მხოლოდ მივხედოთ გენერალურ ბალანსსაც და სენასთან ვიხმოთ ვინ? ალბათური ინერი ჯანყედაც. მისთვის სცენა ნამდვილად არ არის უცვლელი.